ჩვენი მომდევნო რესპონდენტი გახლავთ დავით ჭუმბურიძე, რომელიც დღე პირველზე ასპარეზობდა გუშინ და სამწუხაროდ გამოეთიშა გათამაშებას. გავესაუბრებით მას და კითხავთ თუ როგორ გაიარა გუშინდელმა სათამაშო დღემ და რა შთაბეჭდილებები და რა გამოცდილება დარჩა მას. დავით, რომ მოგვიყვა ორი სიტყვით, როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ და როგორ დაასრულე შენ ტურნირში მონაწილეობა? გუშინ დაახლოებით 8 ლეველის განმავლობაში ვიყავი საშუალო სტეკზე, ოდნავ მაღალ სტეკზე. ძირითადად ან უფრო ქვევით არ ჩავსვარ ვიდრე საშუალო სტეკი. ბოლოს წავაგე ცოტა ისეთი დარიგება, რაღაც ჩემი შეცდომიდან გამომდინარე მომიწია, რომ ვფიქრობდი, რომ მოწინააღმდეგე მებლეფავებოდა ძალიან დიდი რეიზ გადმომარტყა ჩემს რეიზზე და აქედან გამომდინარე გავოლინე დიდი სტეკი საკმაოდ. ესეთ შეცდომა მომივიდა. შეცდომა და დამხვდა 10-იანებით და წავაგე all-in. ამის შემდეგ შენ დღეს მიიღე მონაწილეობა ასევე main event-ის სატელიტში, რომელზეც ძალიან წარმატებითი ასპარეზი და მოიგე სატელიტის ბილეთის აგზური, ასე ვთქვათ, main event-ზე და დღეს მონაწილეობდი main event-ზე. თუ შეგიძლია ორი სიტყვით ამ დღევანდელი დღის day 1B-ს შესახებაც რომ მოუყვე მსმენელსა და მაყურებელს. კი, დილით ვითამაშე 100 ევროიანი სატელიტი main event-ის. სატელიტზე საკმაოდ კარგად წამოვიდა თამაში, მოხვდი 17 გამარჯვებულში და დავქსვეს მთავარი ივენთის მეორე დღეზე, პირველ B დღეზე. რაც შეეხება თვითონ ამ main event-ის B დღეს, არც ისე კარგად წარიმართა ჩემთვის. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში არ მომსვლა ესეთი კარტი, რომ რაღაც პატარა ბანკი მაინც მომეგო და საბოლოოდ სტეკი მქონდა განახევრებული და მომიწია all-in-ის თამაში 10-იანებში, დამხვდა ტუზები, ხელის ტუზები და წავაგე. ძალიან სამწუხაროა, ორივე დღის მანძილზე შენ გქონდა საკმაოდ ესეთი დრამატული გათამაშებები, რომელშიც როგორც შენ ამბობ, პირველ დღეს თავად შეცდი და არასწორი თამაშის და გამო მოხდა შენ ტურნირიდან გამოთიშვა, მეორე ჯერზე ეგრეთ წოდებულ კულერში მოყავი. მათ გამოგთიშა. როგორც ვიცი, შენ პირველად თამაშობ საზღვარგარეთ ცოცხალ პოკერის ტურნირში. მაინტერესებს რა გაკვეთილი და რა კონკრეტული გამოცდილებები მიიღე და ნახე, დაგიგროვდა ამ სერიიდან, რომელზეც გუშინაც და დღესაც მონაწილეობ. ჩემ გაკვეთილი, ანუ ის რომ აქ ბევრად აგრესიულად თამაშობენ, არ ვიცი აქ რატო ესეთი უფრო მონაწილეები არიან, ბევრად აგრესიული თამაში მიდის, ვიდრე მე ხა საქართველოსაც მითამაშია live ტურნირებში. იქაც უცხოელები იყვნენ ბევრი, მაგრამ უმეტესობაც ქართველები იყვნენ და ესეთი აგრესიული თამაში არ მიდის. სულ სამი slow play იყო. კი, ანუ ესე და აქ ცოტა ეს განსხვავებული იყო ჩემთვის და თქვათ კარგად ვერ მოვერგე ამ თამაშს. ჯერჯერობით. როგორ შეაფასებდი ზოგადად ტურნირის ორგანიზაციულ მხარეს, თუნდაც მონაწილეებს, იმ რეალობას, რაც შენ ჩამოსვლამდე გეგონა რომ შეიძლება დაგხვდროდა და რაც რეალურად დაგხვდა. ანუ შენი მოლოდინები როგორი იყო და რამდენად გაამართლა, ან როგორ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ ახლა უშუალოდ ამ სერიის მიწურულს. თვითონ ტურნირს რაც შეეხება არის ძალიან კარგად ორგანიზებული. მე თავიდანვე ეგრე ვფიქრობდი, იქიდან გამომდინარე ვინც ატარებდა. ვფიქრობდი კარგად იქნებოდა ყველაფერი ორგანიზებული. აქაც კაზინო იდეალურად არის სათამაშო, იდეალური სიტუაცია სათამაშოთ. ასევე სხვა ყველაფერიც იდეალურად არის. რა ვიცი, მოთამაშეებს რაც შეეხება საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები არიან თავმოყრილი. თუ აპირებს სხვა ტურნირებზე მიიღო მონაწილეობა, დღეს კიდევ არის რამდენიმე ტურნირი, ასევე ხვალაც არის რამდენიმე ტურნირი და ბუნებრივია კითხავ cash game-ის, cash თამაშების შესახებაც. ხო არ აპირებ cash თამაშში მონაწილეობის მიღება, რომელიც 24 საათის მანძილზე ყოველ დღე არის კაზინოში. ტურნირებსაც შეეხება კი ვაპირებ, რამდენსაც მოვასწრებ, დღესაც ვაპირებ და ხვალაც ვაპირებ რომ ვითამაშო რაღაც ტურნირები რაც იქნება, რა თქმა უნდა. რაც შეეხება cash თამაშს ნაკლებად ვთამაშობ, ზოგადად უფრო ტურნირებს ვაიჭებ უფრო ესწრებს. პირველ რიგში წარმატებებს გისურვებ და მადლობა დიდი ინტერვიუსათვის. მადლობა ასევე თქვენ და კომპანია აჭარაბეთს და ასევე card players იმისთვის რომ საშუალო მოგცა გვეთამაშა როზვადოვში ესეთ მშვენიერ ტურნირზე.